დასვავლა. აი, მაშინ კიდეც რამე დაგითხო. რამე თუ აი, რასაც ეძახიან ხადაუის, რომ აი ესეთი კომპოზიცია ნაღდი გაიყიდება. ეგეთი რამები თუ. ხადაუის შეკვეთები მაქვს ხა მაგალითად ოჯახების აი ოჯახის განაგებები და ფოტოები თუ გინახეთ ეხლა ამ წუთში არა მაქვს წარმოდგენა. არ მინახია. განახებთ. როგორ თუ ფოტოები გაცხო. ოჯახის არა, განაგების ფოტოს თუ გინახიათ მეთქი ჩემი განაგები. არა, მე ამოვანათებ ეგენი გამომიგზავნე. ფოტოები თუ გაქვს, რომ ანუ ეგეთ შეკეთებს იძლევია? ხო, ანუ თავის ოჯახს ხედავენ რა, თავის შვილებთან ერთად, დედა, მამა და შვილები. ეგეს ქვით და ქვაშთა ბრინჯაოში. ყველაზე ხადაუი არის საქართველოს ჯერჯერობით. კი, ქვადა ბრინჯაოა თქო. ძალიან მაგარი. კიდე რა უნდა თვითონ კეთების პროცესში გაზე ხართ ორიენტირებული, რომ რა თქვენ მოგწონთ თუ რას თქვათ პოტენციალ კლიენტს მოეწონება. თუ ისეთი რამეა, რომ აი შენთვის თუ შეკვეთა არა მაქვს, რა თქმა უნდა, რაც მომწონს, იმას ვაგეთებ ხო, რა თქმა უნდა. შენთვის. კი, კი. არის ესეთი რამე. არა, ყოფილა ისე, რომ ორი თვე გასულა შეკვეთა არ მქონია, მაგრამ ჩემთვის ვაკეთებ ხო, რა თქმა უნდა. ჩემთვისაც და ისეთი რამე, რასაც არ გაყიდი და დაიტოვე. ვიცი, მეწაღე წაღის გარეშე დადიოდა, მე ხალხს ვაკეთებდი. ეგეთი ნამუშევარი ჯერ არ შემიქნია, ვარ გავყიდო, არ ვიცი. აი რო თქვა რომ მე ჩემ შვილებს რომ დაუწყო. ჯერჯერობით ეგეთი არ შემიქნია. მაგრამ ფიქრობ და რატომღაც ეგრე ვფიქრობ, იმიტომ არა მქონია ისეთი ნამუშევრები, რომ დამნანებია გასხვისება, მაგრამ მგონია რომ უფრო რამე უფრო მაგარი მინდა შექმნა. მე ეგეთი მომენტი მქონდა. მაგარი ხანჯალი გავაკეთე მეთქი, აი ეს არისიო დავიტოვე და მე რაღაცა იყო მოდო შევეჩვი მე გავყიდე ის ხანჯალი და მე ვიფიქრებ რომ მაგარს გავაკეთე. აი იცი როგორ არის? ხო, აი ჩემი ნამუშევრებიც ეგრეა რა, აი ხა